ეს არის პროკურატურის მხრიდან მიზანმიმართული შეტევა სტრუქტურის წინააღმდეგ, შეტევა საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ, ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი უწყებაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. ირაკლი ალასანიას თქმით, იგი იმ იდეალების ერთგული რჩება, რისთვისაც 2014 წელს ხალხმა აირჩია. მინდა სალსახად თქვა, რომ აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული. საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტე ეს განცხადება გამეკეთებინა და ხვალ მივმართავ ჩვენი მართველი კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა თუ საითკენ მიყავს პროკურატურას და ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა. მე ძალიან კარგად ვიცი, ვისი გორის ვარ. მე ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა, ვერც ის ტალახი, რომელსაც დღეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ისვრიან. მე კბირდებით ქართულ საზოგადოებას, რომ ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს